საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩებისთვის ოფიციალური შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი დებიუტანტია: გიორგი აბუაშვილი და ნოდარ ლომინაძე. საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას 1 სექტემბერს დაიწყებს. გუნდი პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის პირველ მატჩს ხვალ 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მოლოდინებზე და განწყობაზე უცხოურ მედიასთან ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ისაუბრა. შენგელიას თქმით, საქართველოს ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა, თუმცა სწორედ ეს არის ევრობასკეტის ნამდვილი ხიბლი. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ გამარჯვებისთვის. პროფესიონალური კარიერის პირველი დღიდან ვიცოდი ერთი რამ, სადაც საქართველოს დავჭირდები ყველგან ვიქნები, თქვა კაპიტანმა. საქართველოს C ჯგუფში კვიპროსთან, იტალიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთად მოხვდა. ორი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ზარია და ლუკა გადრანი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. ყაზახურმა კაირათმა საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში სელტიკი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ყველაზე პრესტიჟული ევროპის საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლიონის ხელმძღვანელობა მზად არის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერისთვის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ფინანსური პრობლემების ფონზე კლუბი შემოსავლების წყაროს ეძებს და შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი ერთ-ერთი ლიდერი გაყიდოს. მიქაუტაძის ტრანსფერის შესახებ ცნობები წარსულშიც ვრცელდებოდა.